აღნიშნულ ქუჩაზე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ არსებობდა გზა და მოსახლეობა ითხოვდა ამის გაკეთება. ჩვენ რა თქმა უნდა ეს გავითვალისწინეთ წლევანდელ ბიუჯეტში და შესაბამისად სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა აქ სამუშაოები კონკრეტულად ამ ქუჩაზე, მაგრამ ამ უბანში ასევე ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს ამ ეტაპზე სამუშაოები, სადაც არსებული პრობლემებიც მოგვარდება. გაკეთდა გარდა გზისა სკვერი და მომდევნო წლის გაზაფხულიდან ამ სკვერში დამატებით ყვავილების დაერგვება, იქნება გაცილებით უფრო კეთილმოწყობილი და წლების განმავლობაში არსებული პრობლემები გამგეობის საკმაოდ აქტიური ძალისხმევის შედეგად მოგვარდა. ეს ასევე მოსახლეობა ჩვენ შეხვედრას დროს ვესაუბრებით მომდევნო წლის საჭიროებებზე, რათა ვნახოთ კიდევ გარშემო უბნებში დამატებით მოსაწესრიგებელი გზები, კომუნიკაციებთან დაკავშირებული საკითხები, ყველაფერი, რათა ეტაპობრივად გავითვალისწინოთ და მოვაგვაროთ ეს პრობლემები. ნაძალდევის რაიონში აქტიურად ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესს. დღეს დედაქალაქის მერთან ერთად დავათვალიერეთ ორი დასრულებული ობიექტი კლდეკარის და ნაქალაქევის ქუჩების სახით. ერთი მიმდინარე საგზაო ობიექტი ეს გახავთ ორბეთის ქუჩა და სკვერი, რომელიც კლდეკარის ქუჩაზე დასრულდა. ამ პატარა მონაკვეთში ლოტკინის დასახლებისა ამ პერიმეტრში მხოლოდ 10,000 კვადრატზე დაიგო ასფალტი. ეს არის ძალიან საკმაოდ მაღალი ტემპის სამუშაოების და მე მიხარია რომ დღეიდან უკვე მოსახლეობას ექნება საშუალება მოწესრიგებულ გარემოში განაგრძოს ცხოვრება.